მოგესალმებით რონდელის ფონდში, ვაგზელებთ ჩვენი ფონდის მიმოხილვებს საერთაშორისო ამბებზე, საერთაშორისო ურთიერთობის მნიშვნელოვან ასპექტებზე და მნიშვნელოვან პროცესებზე, რომელიც მიმდინარეობს ამ დღეების ბოლო პერიოდის განმავლობაში და ვითარდება აი ახლაც ამ წუთებში. Ყველა მნიშვნელოვან მოთამაშეს აქვს თავისი ადგილი ამ პროცესებში, ბუნებრივია, წონა, ეს არის ისტორიით, დროის განმავლობაში მოპოვებული ცხადია, მაგრამ კონკრეტულ დროს, კონკრეტული ლიდერები, კონკრეტული ქვეყნების თამაშობენ ძალიან სერიოზულ როლს როგორც მშვიდობის დამყარებაში, ისე გამოწვევებთან გამკლავებაში. დიდი ბრიტანეთი, არც თუ ისე დიდი ხნის წინ, მისი პრემიერ-მინისტრი გახდა ლეიბორისტი კირ სტარმერი, საკმაოდ გამოსტილი სხვა მიმართულებით და სხვა სფეროში, იურისპრუდენციაში და ასე შემდეგ, მაგრამ ამავე დროს ლეიბორისტულმა პარტიამ დიდი წარმატებები მოიპოვა, დიდი წარმატებით გაიმარჯვა დიდი ბრიტანეთის არჩევნებში და სტარმერი ჩაერთო, პრემიერი სტარმერი ჩაერთო დაუყოვნებლივ უკრაინაში რუსეთის ომის მიმდინარეობის პროცესში, უკრაინის მხარდაჭერის კუთხით, რა თქმა უნდა, და ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან ინტენსიური კომუნიკაციის თვალსაზრისით. რამდენად მნიშვნელოვანია დიდი ბრიტანეთის როლი ევროპულ კავშირთან, კონტინენტურ ევროპასთან ურთიერთობაში. მის სტრატეგიულ მოკავშირე ამერიკის შეერთებულ შტატებთან ამჟამინდელი ადმინისტრაციის გათვალისწინებით ბუნებრივია და უკრაინაში რუსეთის ომის შეჩერების კუთხით ამ თემაზე ვისაუბრებ დიდ ბრიტანეთში ყოფილ ელჩთან, საქართველოს ყოფილ ელჩთან, ჩვენს კოლეგასთან, ფონდის უფროს მკვლევართან, გიორგი ბადრიძესთან. გიორგი, მოგესალმებით. ჩვენ ვადევნებთ ახლა ამ დღეების განმავლობაში ვადევნებთ თვალყურს გერმანიის კანცლერის ფრიდრიხ მერცის და სიხარულით ვადევნებთ, მე ვიტყოდი, გააქტიურებას, წინა პლანზე სერიოზულად გამოსვლას და მნიშვნელოვანი როლის დაბრუნებას გერმანიისთვის ევროპული კავშირის შემადგენლობაში, თუმცა ბოლო პერიოდში აი ეს ერთგვარი სამეულის, ასე ვთქვათ, ინიციატივის ხელში აღების ელემენტებს ხედავთ. დიდი ბრიტანეთის პრემიერი კირ სტარმერი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და როგორც აღნიშნე გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი. ისინი ესე ნამდვილი ერთგული მეგობრებივით ოდგანან უკრაინის პრეზიდენტს გვერდით და კომუნიკაციაშიც იყო დეტალები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა უკრაინასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობების შემოbrunებაში. რამდენად მზარდია, რამდენად მნიშვნელოვანია და რა წონა აქვს დღეს დიდ ბრიტანეთს ამ გლობალურ პოლიტიკაში და ურთიერთობებში? ბუგა, მოდი შენ ნებართვით, მე ისტორიული კონტექსტით დავიწყებ. ქვეყანაზე ვსაუბრობ საერთოდ. საუკუნეების განმავლობაში, მას შემდეგ რაც ჯერ ინგლისი, შემდეგ მისი, ასე ვთქვათ, მის მეზობლებთან ერთად შექმნილი დიდი ბრიტანეთი და საბოლოო ჯამში გაერთიანებული სამეფო იქცა წამყვან მოთამაშედ. მისი ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული ამოცანა მუდმივად იყო ძალთა ბალანსის სტაბილურობის უზრუნველყოფა ევროპის კონტინენტზე. ბევრი ამაში ხედავს რაღაც ცინიკურ ამოცანას, რომ არ დაეშვა თავისთვის სერიოზული კონკურენტის ჩამოყალიბება იმ გზით, რომ რომელიმე ერთ ევროპულ სახელმწიფოს გაემარჯვა დანარჩენებზე და მოეხდინა კონტინენტის კონსოლიდაცია ერთი ძალის ქვეშ, რაც დაემუქრებოდა ბრიტანეთის ბატონობას, დომინანტობას ზღვებზე და მის უსაფრთხოებას ევროპის კონტინენტის გვერდზე. რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მიზეზი იყო, თუ რატომ ერეოდა ბრიტანეთი ყოველთვის რომელიღაცა მხარეს კონფლიქტისა და როგორც წესი ეს იყო ხოლმე სუსტის მხარეს და ამაში მე მგონი რომ ცუდი არაფერია მან მართლაც მოახერხა ის რომ ისტორიულად
ვერც ერთმა აგრესიულად მზარდმა ევროპულმა იმპერიამ აი ამ მიზანს ვერ მიაღწია, რომ სრულად დაექვემდებარებინა თავისი ძალაუფლების ქვეშ დანარჩენი ევროპა. ასე რომ თუ ბრიტანეთი მოქმედებდა თავისი ეროვნული უსაფრთხოების და ინტერესების პრაგმატული მოსაზრებებიდან, ამაში ცუდი არაფერი არ იყო, იმიტომ რომ ევროპამაც ამითი ხერი ნახა, რომ მაგალითად თავის დროზე, თქვა ნაპოლეონის გაბატონება მთელ ევროპაზე არა ვარ დარწმუნებული, ყველა დანარჩენ ევროპელებს მოწონებოდა საბოლოო, ან ავსტრია-უნგრეთის, ან მანამდე მერე სუმთლად ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი შემთხვევა ეს რა თქმა უნდა არის ბრიტანეთის როლი მეორე მსოფლიო ომში, რომელშიც ის აღმოჩნდა ჩაბმული იმის გამო სწორედაც რომ ის იცავდა შედარებით მცირე ერების უფლებას შეენარჩუნებინათ დამოუკიდებლობა ნაცისტური საფრთხის წინაშე და ომი დაიწყო უბრალოდ იმის გამო რომ ბრიტანეთმა საფრანგეთთან ერთად უსაფრთხოების გარანტია მისცა პოლონეთს, რომელსაც გერმანია თავს დაესხა. ეხლა ჩვენ ის თაობა ვართ, რომელსაც გვასწავლიდნენ, რომ ის ომი სინამდვილეში 41-ში დაიწყო, რომ მოიგო ის მარტო საბჭოთა კავშირმა ერთმა. მე შეფასებებს არ გავაკეთებ, მარტივ ფაქტს გეტყვით, რომ ბრიტანეთი აღმოჩნდა მეორე მსოფლიო ომში ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც გაბედა ნაცისტურ გერმანიასთან დაპირისპირება მარტომ. ყველა დანარჩენს ყავდა მოკავშირე ყველა ეტაპზე. აი მაგალითად, როდესაც ნაცისტები თავს დაესხნენ საბჭოთა კავშირს, ამ დროისთვის მათ ბრიტანეთი არ ყავდათ დამარცხებული. და ეს ბრიტანეთი არ არის მარტო ერთი კუნძული, ბრიტანეთის უზარმაზარი ძალებია გაფანტული, მათ შორის ჩრდილო აფრიკაში, სადაც დიდი ძალებია გერმანელების მერე იძულებული გახდნენ, რომ გადაენაწილეს და ბევრი სხვა. ანუ 1940 წლიდან, როდესაც დაიწყო აქტიური საბრძოლო მოქმედებები, უკვე დაიპყრო საფრანგეთი გერმანიამ, 40 წლის ზაფხულიდან 51 წლის 22 ივნისამდე ბრიტანეთი მარტო უწევდა წინააღმდეგობას ნაცისტურ გერმანიას. ისტორია წავიდა და სულ სხვა მიმართულებით ბრიტანელები რომ ან გარიგებოდნენ, იყო ეს ვარიანტი ნაცისტებს, დანებებოდნენ, რაც ასევე შესაძლებელი იყო, ან არ ვიცი, რაიმე სხვა ფაქტია, რომ ბრიტანელების წინააღმდეგობის გარეშე 1940 წელს ისტორია წავიდა და სხვა მიმართულებით. ასე რომ ეს არის კონტექსტი რა ერზე ვსაუბრობთ, რომელმაც გარდა მე აღარ ვლაპარაკობ იმაზე ინდუსტრიულ რევოლუციაში რა როლი შეიტანეს ტექნოლოგიებში, იდეებში, კულტურაში და ასე შემდეგ. უზარმაზარ ერზე ვსაუბრობთ, რომელიც იმპერიის დაშლის შემდეგ დაუბრუნდა თავის ბუნებრივ საზღვრებს, მაგრამ შეინარჩუნა არაპროპორციულად დიდი გავლენა საერთაშორისო ურთიერთობებში, როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივმა წევრმა, ნატოს ძალიან გავლენიანმა წევრმა და ქვეყანამ თავისი აი დიდი პოლიტიკური და სამხედრო ტრადიციებით. იმ კონფლიქტზეც აუცილებლად უნდა ვთქვა, რომლის გამო დღეს ჩვენ ვსაუბრობთ აი დღევანდელ როლზე ბრიტანეთის. მე შევახსენებ ჩვენს მაყურებელს, რომ 2022 წელს და მანამდე უამრავი პოლიტიკოსი, ექსპერტი ელოდა ყველა პროგნოზი თითქმის აღმოჩნდა მცდარი, ზოგი ამტკიცებდა, რომ არა რუსეთს არ სურს არანაირი თავდასხმა, რაც აღმოჩნდა მარტივი დეზინფორმაციის შედეგი და ეს მათ კომპეტენტურობაზე მეტყველებს, მაგრამ ბევრი ძალიან სერიოზული ადამიანი ელოდა, რომ უკრაინა დაეცემოდა 2-3 დღის ან 2-3 კვირის განმავლობაში. ბრიტანეთის მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ჯერ თავად სრულმასშტაბიან შეჭრამდე და შემდეგ ამ მომხდარი ფაქტის შემდეგ შეიძლება ითქვას ძალიან მნიშვნელოვანი შეიძლება ისტორიული როლიც კი ითამაშა პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა, როდესაც ის პრაქტიკულად მარტო იყო წამყვან პოლიტიკოსებს, ლიდერებს შორის, ვინც მოითხოვდა უკრაინისთვის დახმარების გაწევას. სამხედრო დახმარების გაწევას და არა ჰუმანიტარულის ან რაიმე სხვის, როგორც ბევრ შემთხვევაში მოვისმინეთ, მათ შორის გერმანიის შემთხვევაში. ასე რომ შეგვიძლია ბევრი ვისაუბროთ იმაზე, თუ რა როლი აქვს ისტორიაში ბორის ჯონსონს, როგორ იქნება ის, ასე ვთქვათ, აღქმული მომავალში, ბრექსიტის თუ სხვა მისი თავისებურებების გამო, მაგრამ
ამ ლიდერობის არ დაფასება იქნებოდა უბრალოდ არასწორი, რადგან მას მის აქტივობას, მის ლიდერობას მოყვა გამოღვიძება დანარჩენ დედაქალაქებში და ის რომ უკრაინა გადარჩა პირველ რიგში რა თქმა უნდა არის მისი დამსახურება რომ მათ მედგრად გაუწიეს წინააღმდეგობა რუსულ შემოტევას წარმოუდგენელ ვითარებაში ყველა თავაზობდა რომ აი გამოგიყვანთ პრეზიდენტს დანებდით გმირულად იბრძოლეს პირველი პერიოდი აი შეაჩერეს რუსები და შემდეგ მე ამ დახმარების გარეშე არაფერი არ გამოვიდოდა და ამ დახმარების გაზრდაში ბორის ჯონსონმა ბრიტანეთმა შეიტანა ძალიან დიდი წვლილი. მაშინდელი ოპოზიცია უნდა გითხრათ, როგორც წესი პოლიტიკოსებს აქვთ ხოლმე მიდრეკილება, ისარგებლონ შემთხვევით და არა გულწრფელად ცინიკურად გამოიყენონ რაღაც შესაძლებლობები და მათ საამაყოდ უნდა ვთქვათ, რომ არაფერი მსგავსი არ ყოფილა პირიქით ლეიბორისტული ოპოზიცია მაშინ ამბობდა, რომ სრულად მხარს უჭერდა ყველანაირ სამხედრო დახმარებას უკრაინისთვის და რომ ის მეცაც გააკეთებდა და აი ეხლა ვარ სწორედ ამ ეტაპზე, როდესაც ჩვენ შარშან ვიხილეთ ლეიბორისტების ძალიან გრძელი პაუზის შემდეგ დაბრუნება ხელისუფლებაში, ახლა ბევრი პრობლემა დახვდათ, ბევრ საკითხში ითვლება სტარმერის მთავრობა საკმაოდ არაპოპულარულად, მაგრამ თუ კი რაიმე მართლა ეფექტურად შეასრულა, ეს იყო დაპირება ბრიტანეთის აქტიული როლის შესახებ უკრაინის დაცვის საერთო საქმეში და აქ ჩვენ ვიხილეთ კიდევ ერთი სიახლე, რომ ბრიტანეთი პრაქტიკულად რეგულარულად ჩნდება ევროპის მოწინავე ქვეყნების ლიდერებთან ერთად, პრაქტიკულად თქვა მივიღეთ ვაიმერის სამეული პლუს, სადაც სტარმერი არის ყოველთვის და ზოგჯერ არიან ხოლმე თქვათ იტალიის და ესპანეთის ლიდერები, მაგრამ ყველა შემთხვევაში სტარმერი, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი არის გერმანიის, საფრანგეთის და პოლონეთის ლიდერებთან ერთად, რომლებიც უსულეთ აშკარად წარმოადგენენ ევროკავშირის უსაფრთხოების ქედს, მთავარ მის ხერხემალს. ეხლა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა სულ რამდენიმე დღის წინ, 19 მაისს გაერთიანებულმა სამეფომ და ევროკავშირმა ხელი მოაწერეს შეიძლება თქვას ისტორიულ შეთანხმებას თავდაცვის და უსაფრთხოების პარტნიორობის შესახებ და ეს შეთანხმება მოიცავს ბევრ პუნქტს ის რა თქმა უნდა კავშირშია მიმდინარე მოვლენებთან ომთან უკრაინაში, მაგრამ ეს ბევრად უფრო შორს მიმავალი შედეგების ამსახველი შეთანხმება არის, რადგან იქ არის საუბარი არა მხოლოდ კოორდინაციაზე უკრაინის ომის კონტექსტში, არამედ თანამშრომლობაზე, გრძელვადიან თანამშრომლობაზე უამრავ სტრატეგიულ მიმართულებაში. და ეს მიმართულებები არის პირველი, უკვე ეს კავშირშია ხო უკრაინის ამბებთან, ეს არის სამშვიდობო ოპერაციებში, ეს პირველი ნომერი იყო. და დიდი ეს ნიშნავს იმას, რომ განცხადებები სიტყვიერი იმის თაობაზე რომ აი ბრიტანეთი ისე როგორც საფრანგეთს ქონდა განცხადებული, რომ სამშვიდობო კონტინენტის გასაგზავნით სიმზად არიან, ეხლა არის უკვე პრაქტიკულად დაფიქსირებული შეთანხმებით განვითარება საერთო თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის. აქ უნდა აღინიშნოს, რომ თვითონ ევროკავშირის ქვეყნებს შორისაც კი არ არის შეთანხმებული, ძალიან ხშირად ევროკავშირსაც არ აქვს თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკა ერთიანი და ჰარმონიული, არის ქვეყნები, რომლებიც ამას არასდროს ეთანხმებოდნენ, დღეს ყავს პირდაპირ ოპოზიცია ევროკავშირის თავის შიგნით. ეს არის ძალიან მისასალმებელი ამბავი, რომ ბრიტანეთი და სულ მცირე ევროკავშირის წამყვანი ქვეყნები კოორდინაციაში იქნებიან აი ამ ორი სფეროს ჩამოყალიბებაში. აქ არის საუბარი საზღვაო უსაფრთხოებაზე და ნუ ბრიტანეთის გარეშე საერთოდ ევროპის უსაფრთხოება ძნელად წარმოსადგენია და საზღვაო უსაფრთხოება მით უმეტეს. შეიძლება ბრიტანეთი აღარ არის ისეთი ძლიერი საზღვაო სახელმწიფო, მაგრამ ჯერ ის რჩება ძალიან ანგარიშგასაწევ ძალად. ეს არის თანამშრომლობა
კოსმოსში, რაც სრულიად ბუნებრივი და ლოგიკურია და კიბერუსაფრთხოების სფეროში, რომელშიც ბრიტანეთი მოწინავე არის ძალიან მნიშვნელოვანი წილით ევროპაში. ასევე თანამშრომლობა ჰიბრიდული საფრთხეებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის საკითხში. ეს არის ერთ-ერთი მორიგი თემა. ბრძოლა დეზინფორმაციის წინააღმდეგ, ანუ საინფორმაციო ომში კოორდინირება თავიანთი ძალისხმევების და რა თქმა უნდა სრული ბუნებრივია ეს რაც ყოველთვის აქტუალური იყო ეს ანტიტერორისტული თანამშრომლობა და ასევე ორი სფერო რომელიც ასევე ბუნებრივია ეს არის ეკონომიკურ სფეროში ეკონომიკური უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა და სავარაუდო ზრდილობისთვის მიწერილი გარემოს დაცვით კლიმატის ცვლილების სფეროში თანამშრომლობა რომელზედაც ცოტა სკეპტიკურად ვარ განწყობილი რამდენად იქნება პრაქტიკულად ყველაფერი დანარჩენი რაც მე ჩამოვთვალე არის უმნიშვნელოვანესი მიმართულებები რომლის გარეშე ევროპის უსაფრთხოება უბრალოდ ვერ იქნება მიღწეული აქვე მინდა კითხო დიდი ბრიტანეთიც და საფრანგეთის ორივე ბირთვული სახელმწიფოებია რამდენად მნიშვნელოვანია მათი თანამშრომლობა კოორდინირება და რამდენად რეალისტურია ამ ორი ქვეყნის განცხადებები მზაობა იმისთვის რომ ევროპის კონტინენტს შეთავაზონ ბირთვული ქოლგა იმ შემთხვევაში თუ ამერიკის შეერთებული შტატების ამჟამინდელი ადმინისტრაცია მიიღებს გადაწყვეტილებას გაიწიოს ამ ესე ვთქვათ ქოლგის უზრუნველყოფა. აი ერთი რაც არ მიხსენებია აი ამ თანამშრომლობაში არის ის რომ ერთ-ერთი მამოძრავებელი მოტივი ბრიტანეთისთვის რომ ევროკავშირთან ევროკავშირისკენ შემოbrunდეს უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის თვალსაზრისით არის რა თქმა უნდა მოვლენები შეერთებულ შტატებში მიმდინარე მოვლენები ქვეყანაში რომელიც ბრიტანეთისთვის ისტორიულად არის ყველაზე მნიშვნელოვანი უსაფრთხოების პარტნიორი ბრიტანეთისა და შეერთებული შტატების თანამშრომლობას ქვია განსაკუთრებული ურთიერთობები რომელიც მოიცავს ყველაზე წმინდათა წმინდას ყველა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის არის სადაზვერო ანალიტიკური ინფორმაციის გაცვლა რაც არ ვიცი ნუ როცა ამ დონეზე მიდიხარ ეს არის ყველაზე ინტიმური ასე ვთქვათ საერთაშორისო ურთიერთობა თანამშრომლობა შეიარაღების, შესყიდვის, კოორდინაციის უამრავ სფეროში და აი უკვე მეორე ვადით, როდესაც შეერთებული შტატები ირჩევს პრეზიდენტად ადამიანს, რომელიც ამ ტიპის პარტნიორობას, ალიანსებს არ უყურებს ისე როგორც ეს იყო ჩამოყალიბებული ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში ბრიტანეთს ყველა მიზეზი აქვს რომ იფიქროს ალტერნატივაზე ისე როგორც შეერთებული შტატების ბევრ სხვა პარტნიორს ასე რომ დიახ ერთ-ერთი ძალიან სერიოზული მიმართულება იქნება რომ ეს არ არის ნახსენები ამ შეთანხმებაში ბირთვული თანამშრომლობა ძალიან სერიოზული იქნება უბრალოდ თუ რეალისტები ვიქნებით ბრიტანეთი და საფრანგეთი ერთადაც კი საკმაოდ დიდხანს ვერ შეძლებენ ჩაანაცვლოს შეერთებული შტატების შესაძლებლობები ერთის მხრივ ეს არის ბირთვული არსენალი რომელიც შეერთებულ შტატებს აქვს ეს განუზომლოდ უფრო დიდია ну მეორე მხრივ იმისათვის რომ სამყარო გაანადგურო იმას ბევრად ნაკლებია საჭირო რაც შეერთებულ შტატებს აქვს და რუსეთს მაგრამ რაც უფრო მნიშვნელოვანია ჰარ საწინააღმდეგო რაკეტ საწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა რამდენად ეფექტური შეიძლება იყოს შეერთებული შტატების გარეშე ეს დროის ამბავია მე არ ვამბობ რომ შეუძლებელია ამ სფეროში ალბათ უნდა იმუშაონ იფიქრონ ამაზე ევროპელმა პარტნიორებმა და კიდევ ერთი მე სულ ერთი აზრი მაწუხებს რომ თუ შეერთებული შტატები მართლაც უკან დაიხევს თავისი საერთაშორისო ვალდებულებებიდან როგორც ნატოს ლიდერი როგორც თავისუფალი სამყაროს ლიდერი მაშინ უამრავ ქვეყანას გაუჩნდება ცდუნება კი არა და მოთხოვნილება
რომ იზრუნოს თავის უსაფრთხოებზე, მათ შორის შესაძლოა ბირთვული იარაღის შექმნით ქვეყნებში, რომლებიც აქამდე არც კი განიხილავდნენ ამას. ასე რომ მე არ ვიცი, ხა გერმანია ისტორიულად იყო მისი როლი ევროპის უსაფრთხოებაში ნოლთან ახლო იყო, მიხედვით იმისა, რომ ის ლიდერი იყო ეკონომიკური, მაგრამ ეხლა აი გერმანია რომ თითქოს იბრუნებს რაღაცა როლს ევროპის უსაფრთხოებაში, ეს ძალიან მნიშვნელოვანი განვითარებაა, ეს არ იყო შედეგი იმისა, რასაც ხშირად აბრალებენ ხოლმე გერმანიას თუ სხვა ევროპულ ქვეყანებს, გერმანიისგან ელოდნენ, რომ მას არ ექნებოდა არანაირი უსაფრთხოების როლი. ის თვით, ასე ვთქვათ, იზოლაციაში იყო ამ სფეროდან, მეორე მსოფლიო ომის ტრაგიკული წარსულის გამო, არც არავის არ სურდა, რომ გერმანია აღორძინებული იყო როგორც ძლიერი სამხედრო ერი, ეგ კი არა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იდეები იყო, რომ საერთოდ გერმანია აღარ ყოფილიყო ევროპის ურკაზზე არანაირი ფორმით. 90 წელს არ იყო ენთუზიაზმი ყველა ქვეყანაში ევროპისა გერმანიის გაერთიანების მიმართ. ასე რომ ეს საყვედურები, რომ აი გერმანია არ ხარჯავდა, გერმანია პარაზიტირებდა უსაფრთხოებაზე, ეს თვალ ბოლომდე სამართლიანი არ არის, იმიტომ გერმანიისგან ზუსტად ამას ელოდნენ. შეიცვალა ეს ვითარება და მადლობა ღმერთს, რომ გერმანია დღეს არის წამყვანი დემოკრატიული ერი, რომელსაც არანაირი რისკი არ აქვს, რომ თავისი ახალი დაბრუნებული სიძლიერე უსაფრთხოების და სამხედრო სფეროში გამოიყენოს ვინმეს წინააღმდეგ რაღაცა გიჟური ისტორიული, ასე ვთქვათ, მისწრაფებების გამო, ასე რომ მხოლოდ მისასალმებელია, მე არ ვამბობ გერმანია აუცილებლად იფიქრებს ბირთვულ იარაღზე, მაგრამ გერმანიის დაბრუნება როგორც ძლიერი მოთამაშე საერთაშორისო უსაფრთხოების სფეროში არის ჩემი აზრით ძალიან მისასალმებელი. ბოლოს 2 წუთში უნდა ჩავეტიოთ, შეიძლება ძნელი ამოცანა ეს ნამდვილად, მაგრამ დიდი ბრიტანეთის დამოკიდებულება რუსეთის მიმართ. ჩვენ ხედავთ, რომ სანქციების კუთხითაც დიდი ბრიტანეთი არავის არ ჩამოუვარდება იმის მერე, განსაკუთრებით, რაც ერთი პერიოდი საკმაოდ კარგი ხანი და რუსული ოლიგარქიული ფული საკმაოდ ძლიერად იყო წარმოდგენილი და ინტეგრირებული. რუსულიც და ბევრი სხვანაირი. მაგრამ რუსები ძალიან კომფორტულად გზნობდნენ თავს. კონკრეტულად ამაზე რომ ვისაუბროთ, რამდენად მზად არის დიდი ბრიტანეთი კიდევ უფრო მეტი ხისტი დამოკიდებულებისთვის რუსეთთან მიმართებით და მიიყვანოს ეს საქმე ბოლომდე, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს და რუსეთი დამარცხდეს ყველა ფრონტზე. რუსეთს აქვს დამოკიდებულება და არა ბრიტანეთს საკმაოდ ისტორიული და ეს მათი შელოცული პრაქტიკულად ანგლოსაქსები და მთელი ამბები სწორედ ამ დამოკიდებულებიდან მოდის. ბრიტანელებს ისტორიული რაღაც ნეგატიური დამოკიდებულება რუსეთის მიმართ არც არ ქონიათ, პირიქით შენ კიდევაც ახსენე, რომ აწლევლების განმავლობაში ძალიანაც კომფორტულად გრძნობდნენ რუსები ბრიტანეთის მიწაზე და შეიძლება ზედმეტად კომფორტულად და ამ სტუმართ მოყვარეობის სუდი გაგებით, იმიტომ რომ აშკარა იყო, რომ რა თქმა უნდა კორუფციასთან, ფულის გათეთრებასთან იყო დაკავშირებული ეს მილიარდობით რუსული ფულის შემოდინება და ეს ყოველთვის არ რგებდა ბრიტანულ ეკონომიკას. შეიძლება კლიენტში და პროდუქტის და ფინანსური სერვისების ინსტიტუტებისთვის ეს ძალიან კარგად აისახებოდა, მაგრამ საშუალო ბრიტანეთის ეს კატასტროფა იყო. მაგალითად, საშუალო კლასის ბრიტანელი უკვე წლებია ვეღარ ყიდულობს საცხოვრებელს ლონდონში და ყველაზე უფრო ესეთ განვითარებულ, ეკონომიკურად განვითარებულ რეგიონებში. რატომ? პირველ რიგში ლონდონზეა საუბარი. იმიტომ რომ იმხელა ფული მოაწყდა პირველ რიგში რუსული ფულის სახით ბრიტანულ ლონდონურ უძრავ ქონებას, რომ მისი ფასი გახდა მიუწვდომელი ლონდონელი საშუალო კლასისთვის. ხო და აი ამის მიუხედავად რუსები პერიოდულად ცდიდნენ ბრიტანელების მოთმინებას. ახლა 2006 წელს შეგახსენებთ, რომ ბრიტანულ მიწაზე ლონდონში მოწამლეს რუსი ლტოლვილი ყოფილი სპეცსამსახურის თანამშრომელი. მერე ცადეს მოწამლა, საერთოდ ეს რაღაც უცნაური მიდრეკილება აქვს მოწამლასთან დაკავშირებით. საბჭოთა დროს ჯერ კიდევ საბჭოთა ბულგარულმა დაზვერვამ ასევე მოწამლა ბულგარელი დისიდენტი გამოქცეული ლონდონში კოლკის ჭყლეტით ასევე.
და აი სკრიპალების საქმე იყო ბოლო, როდესაც ისევ ნავიჩოკით წამლავდნენ და ძლივს გადარჩა დაიღუპა შემთხვევით ორი ადამიანი, რომელსაც არაფერი საერთო არ ჰქონდა ამ საქმეს. ასე რომ ბრიტანელებს ვერაფერს ვერ უსაყვედურებს რუსეთი. ბრიტანეთი ყოველთვის განწყობილი იყო ბიზნესის საკეთებლად, მაგრამ თითქოს აი ახირება რომ დაემართება ვიღაცას ყველაფერი გაკეთა რუსეთმა იმისათვის რომ ბრიტანეთში ჩამოყალიბებული იყო როგორც პოლიტიკურ კლასში ისე ქალაქებში საზოგადოებაში მკვეთრად ნეგატიური დამოკიდებულება და რაც მთავარი უბრუნდები რითიც დავიწყე რომ ბრიტანელებს აქვთ ეს ისტორიული წარმოდგენა ევროპის უსაფრთხოებაზე რომ აგრესორს არ უნდა მიეცეს საშუალება ევროპის კონტინენტზე ძალთა ბალანსის რადიკალური შეცვლის, იმიტომ რომ ეს ახდენს მათ უსაფრთხოებაზე გავლენას. შესაბამისად, ბრიტანეთი ცდილობს გააგრძელოს მეტნაკლებად ეს ტრადიციული ხაზი, რომელიც ერთის მხრივ თან პრაგმატულია და თან ეფუძნება სრულიად სამართლიან ფასეულობით წარმოდგენებს იმის შესახებ რა არის სწორი და არასწორი, სამართლიანი და უსამართლო. დიდი მადლობა გიორგი, ძალიან საინტერესო საუბარი იყო. ნამდვილად მადლობას მოგახსენებთ. იმედი გვაქვს რომ მომავალში ოდესმე სხვაგან გვექნება ალბათ ამ დიალოგის გაგრძელების შესაძლებლობა ამ და სხვა თემებზე აუცილებლად. დიდი მადლობა.